აქედან ბაპე, იქიდან ვენესიუსი და მიდიდას დიე. კაი, არ ვარ ხა ტირი რა დაწუწუნებს. ჩვენი მაინც ყავდეს ნორმალური. ისე დარბიან ეს ფეხბურთი აღარა უკვე გონკავებებს თამაშობ. აგერშია მე შეინს. მე ნამდვილი ფეხბურთი მიყვარს. აუφ. აუ, ხვალინდელი გაკვეთილების ცხრილი ამერია და სხვა რაღაცეებში მიმეცადინე. როგორ აგერია? ხუჩაბათ მეგონა. ბევრი დავალებები გაქვს? გონი კი. დაგეხმარებით, ხვალრეები გაქვთ. ან გეგმავ ჩაათმე თერმომეტრი და სიცხე გაქვს. სკოლაში არ წახვარ. გენიოსია ეს ბიჭი. არა! რეები გაქვს ხვალ? მათემატიკა, ინგლისური და ყველაზე მეტი ქართულში მაქვს სამეცადინო. უი, თან ქართულში ახალი მასწავლებელი ყავს და პირველივე დღეს ცუჩ დაბაჭილებას ნუ დაუტოვებ. ხო არ დაურეკო. ვის გოგო მასწავლებელს? ხო რა, ვეთქვი ცხრილი ამერია და დავალებას არ მივიტან. არა, ჯობია დავეხმაროთ და დავაწერინოთ დავალება. არა, დაურეკავ. იქნებ დაფიქრდე. ქართულის მასწავლებლის ნომრის გამოყენება სხვა რამეში შეგვიძლია. ალო, გამარჯობა მას. მე თქვენი ახალი მოსწავლე ვარ. მართლა ლაპარაკები? აუ, აბა სპიკერზე ჩართე. დიახ, ჯერ არ ჩაგიტარებიათ გაკვეთილი, ხვალ პირველი იქნება. იცით რაზე გირეკავთ? ცხრილი ამერია და ქართული არ მიმეცადინია. შეიძლება ხოლ დავალების გარეშე მოვიდე? კი, რა პრობლემაა? რა ხდება? მოიცა რა ნაცნობი ხმა? აუ, რაში გამოიყენა ბარბარეს ქართულის მასწავლებლობა. მოიცა, ბარბარია? ჰეი, როგორ ხართ? ბარბარა, შენ როგორ ხარ? კარგად. მოიცა გადმოვალ თქვენთან. კი, მე ვარ თქვენი ქართულის ახალი მასწავლებელი. მოიცა, პარალელურისაც ჩვენთანაც? კი, თქვენთანაც. აუ, რამდენი ფრენკის იდეა მომდიოდა თავში და ემილიმ ბარბარეს მასწავლებლობა რაღაც დავალებებზე დახარჯა. რა ფრენკი, ისე მიხარია ბარბარე ჩვენთან რომ იწყებს. მეც მიხარია, თან ძალიან ნერვიულობ. რაზე ნერვიულობ? არ ვიცი. მინდა რომ მოსწავლეებზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვო. თან ყველას ისე მიუდგე, როგორც მეგობარს. მაგრამ არ მინდა რომ ზღვარიც დავკარგო. თან სიმკაცრეც არ მომწონს. მაგრამ რომ მომიწიოს? ყოველგვარი კითხვების გარეშე აუცილებლად მკაცრი უნდა იყო. რა სისულელია? მეგობრულ მასწავლებელს ბავშვები უფრო უჯერებენ. უკაცრავად, რომელ სკოლაში სწავლობ თქვენ? სპორტის მასწავლებელს რატომ უჯერებს ყველა? იმიტომ რომ მეგობრულია. რაო? მაგაზე მკაცრი არავინაა სკოლაში. და მაგის ერთ დაძახებაზე ყველა წელში სწორდება. და შუალედი რომ დაიჭიროს? ეგ საუკეთესო ვარიანტია. ოქროს შუალედის დაჭერა რთული. ჩემი აზრითაც მეგობრული ჯობია. შიში შეიქმს სიყვარულსო. ვაუ, დაჩი ზუსტად მაგას ვამბობ მეც. არა. არანაირი შიში. მეგობრულად ყველასთან. კარგი, მაგრამ გეგმა ბეთო დაგჭირდა აქ ვარ. კარგი ვაზარე, მადლობა. აუცილებლად მექნება მხედველობაში. ოღონდ ბავშვებს გავაფრთხილებ, რომ ნამცხვარი არ წამოიღონ. მაინც ცუდი გამოცდილება გვაქვს.
მაგრამ დიდი ხანი გაგრძელდა. აუდიტის შემოვლებით წავიდოდი რამე კონცერტზე. რავი, შემდეგში ყველა ერთად წავიდეთ. რა პრობლემაა? მე მშვენიერი ყურსასმენები მაქვს. ამეებშიც მშვენივრად უსვამ. არა ლაზარე, ეგრეც ვერ ვიტყვი. მე ვარ რამოდენიმე კონცერტზე დამყოფი და ლაივში მუსიკა ვაფშე სხვანაირია. აი ზუსტად. გაიგეთ რომ ნიკა ნინოს დაშორდა? რატო რა? მე როგორც ვიცი ტელეფონში რაღაც მინაწერები. აუ შეიცით ადრე მეც რაღაცნაირ ემოჯებს მიგზავნინდა. მოდი მაკიაჟი გავისწავლოთ. მე მე არასდროს ამჯერდა მაგათი ურთიერთობის. უი, შენ იცი ჩვენი ახალი ქართულის მასწავლებელი ვინაა? არა, ვინა? ბარბარია. არა მინდა მე. ეი, მართლა? ჩვენთანაც ბარბარეა. სკოლაში ოფიციალურად და მოვა. ნიაკო, ხო, რა შენ? რა ფოტოებს ვთხოვლიერ. რას მომწუწკდი ეშმაკურო? რა ხდება? არაფერი ისეთი. აი იმ გოგოს ხედავ? ეგ ჩვენი ქართულის ახალი მასწავლებელია. ვაუ. გინდა ეს რამეზე დაგინინძლოო რომ მივალ და ძმაკაცურად მივესალმები. მიდი. უყურე. ვა, მას ნაირად. გამარჯობა ბავშვებო, ეხლა დავიწყებთ გაკვეთილს. აუ, კარგით რა დღეს მაინც გაჩერდით ახალი მასწავლებელი მოდის. გამარჯობა ბავშვებო. უფრო სწორად მეგობრებო. ალბათ უკვე იცით, რომ მე თქვენი ახალი ქართულის მასწავლებელი ვარ და ბარბარე მქვია. გამარჯობა. შეამჩნევდით, რომ ბავშვებოთი მოგმართეთ. რაც მგონია, რომ არასწორია. დარწმუნებული ვარ ზოგიერთი თქვენგანი ზრდასრულებზე უკეთ აზროვნებს. ჭანტურიაზე ვერ ვიტყოდით მაგას მას. რისი თქმა მინდა. მოკლედ მირჩევია, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს მეგობრული და არა მკაცრი და დამრიგებლური. გეთანხმებით მას.
შემიძლია მივიღო თქვენგან რჩევები, თხოვნა, თქვენი მესაიდუმლეც ვიყო, მაგრამ მეგობრობა აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი. ჩათვალეთ თქვენი ერთ-ერთი მეგობარი ვარ, რომელიც ძალიან საინტერესო საგანს გასწავლით. კომპიუტერული თამაშებით დამატე საგად არ მეგონა. ესე იგი 22. მეგობრებო, ხომ გადაშალოთ 22 კვერცხზე. შენ გელაპარაკები. ვისთვის ვსაუბრობ მე? დროზე ფეხზე ადექი. დატოვე საკლასო ოთახი. კი, მაგრამ მეორეჯერ აღარ გამამეორებინო. არა, ძალიან კაი იყო, კი, მაგრამ დავიჯერე. მართლა? კი, მოიცა, გაგრძელებაც მაქვს. ამდენიც არაა საჭირო, ვითომ გაპატიე? კაი, უგონ ჩემი ჩივალ. ეგ რას ნიშნავს? ოღურე. გადავშალოთ წიგნები 22 გვერდზე მეგობრებო.
დღეს მეგობრებო ვიწყებთ ახალ ნაწარმოებებს თევზის წერილები. მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის და